გმირი ემშვიდობება ერთგულ მეგობარს. ძვირფას დედას, კიდევ უფრო გმირ ბაბუს. ცხოვრების მთავარ სიყვარულს. მონატრებულ ბიძაშვილს. და გვტოვებს. გაიაქტიურე სელფის მართლა ულიმიტო პაკეტები და მიიღე ულიმიტო ინტერნეტი, წუთები და SMS-ები 7 დღით, ხოლო 10 ლარად, 14 დღით, 19 ლარად. 30 დღით, სულ რაღაც 39 ლარად. ოღონდ ფრთხილად, შეყოლა იცის. მოგესალმებით, ბრუნდება EdTalk-ი ახალი ეპიზოდით. დღეს ძალიან საინტერესო სტუმრები მყავს ჩვენს პოდკასტში. გაგაცნოთ, მოდი ჩვენ სტუმრებს ესე დავიწყებ. გიორგი ავალიანი, Holy Motors-ის თანადამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი და მეგი აბაშიძე, Selfie-ის ბრენდის და მედია დეპარტამენტის ხელმძღვანელი. როგორ ხართ, მეგობრებო? Top. გადასარევად, მადლობა თავად. ძალიან კარგად, მადლობა და ძალიან მიხარია, რომ ისეთ პოდკასტ ვართ დღეს მოკლედ შეკრებილები, რომელმაც შეიძლება ისე შეგვიყოლოს, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ძალიან მაინტერესებს ის დეტალები, რაც ამ კამპანიას და ამ ვიდეოს უძღოდა წინ და როგორ დაიგეგმა და ასე შემდეგ. სანამ უშუალოდ დავიწყებ საუბარს, მინდა წარვადგინო ჩვენი გენერალური სპონსორი, დეველოპერული კომპანია მეტროპოლი, სახლი, რომელიც ჩაიფიქრე. ძალიან დიდი მადლობა მეტროპოლს, რომ გვერდში უდგა ჩვენ პოდკასტს, რომ ვაკეთოთ ესეთი ეპიზოდები და ინდუსტრიაზე ვისაუბროთ და ასე შემდეგ. მე სტანდარტულად უკვე გადავალ. პირველი კითხვა, რომელსაც ჩემს ყველა სტუმარს ვეკითხები ხოლმე, არის უშუალოდ როგორია თქვენი ბრენდის მოწყობა, გუნდი, მარკეტინგულ გუნდზე არის საუბარი, რამდენი ადამიანი ხართ, რა დეპარტამენტებად არის დაყოფილი და ასე შემდეგ და მე სააგენტოსთან ვიქნები ალავერტს. კი ბატონო, ჩვენ ვართ ესე იგი შესული მარკეტინგის დეპარტამენტში, რომელიც აერთიანებს ბრენდს, PR-ს და უშუალოდ ციფრულ მიმართულებას. თვითონ კონტენტის მხარეს ინდო რაღაცები კეთდება, არის ორი დიზაინერი და ერთი dedicated ადამიანი, რომელიც გვეხმარება კონტენტის და copyright-ის გაკეთებაზე. ყავს ერთი კიდევ დამატებით თანამშრომელი, რომელიც არის უკვე ფრილანსა ჩვენთან იყო, მაგრამ ეხლა სხვა ქვეყანაში მოუწია წასვლა და მოკლედ იქიდან გვეხმარება და უმეტესად აი მარტივი რაღაცები რაც არის, რასაც ძირითადად სოციალურ ქსელებში ვუშვებთ, კეთდება ინდორ, ხოლო დიდ კამპანიებზე უკვე გვჭირდება კარგი ხალხის დახმარება. გიორგიც მოკლედ ერთ-ერთი მათგანი არის და კარგი ხალხის წარმომადგენელი, კი ბატონო და უკვე დიდ კამპანიებზე თანამშრომლობთ სააგენტოებთან. აჰა, ჩვენიერი. თქვენს კი რა ხდება? ჩვენგან 12-ოდე ბრგე ახალგაზრდა არის. საკუთარ თავს ვეძახით Holy Motors-ი ჰოლისტური დიზაინის კომპანიას, რაღაც აგენტოსაც ხანდახან, მაგრამ თან თითქოს ჩვენს გვინდა ხოლმე რომ ცოტა უფრო ისეთი სასარგებლო ძალა ვიყოთ ხოლმე საზოგადოებაში და პატარ-პატარა რაღაც იდეებად ვაერთიანებთ ხოლმე ჩვენს ძალისხმევას. მთავარი ფოკუსი რასაკვირველია შემოქმედებითი სერვისები არის და დიზაინი ბრენდის ნულიდან ამეტყველება, დიდი ბრენდების ცხოვრებაში ახალი გვერდების, ახალი შთამბეჭდავი გვერდების გადაშლა არის ჩვენი დასაბამიდან რაღაც მთავარი მისია, რაც გვაქვს. და ძალიან გვიხარია ხოლმე, რასაც ვაკეთებთ ხანდახან რაღაცები, მაგრამ დღევანდელი შეკრების მიზეზი განსაკუთრებით გვიხარია, იმიტომ რომ მართლა მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საქმეა რისი მონაწილეების ყოფილვართ. კი, ძალიან საინტერესო ვიდეო არის, მოდი ბარემ რადგან მოიტანა საუბარმა უკვე გადავიდეთ მაგ ნაწილზე, ნახეთ ვიდეო პრინციპში ყველამ და ძალიან ისეთი ემოცია გრჩება ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ და ჩვენ ყოველთვის საუბრობთ ხოლმე საიდან იწყება ეს ყველაფერი, ანუ როგორი იყო დავალება ჩვენს ინდუსტრიაში, ბრიფი არის ეგ, რითაც ვიწყებთ ხოლმე ამ ყველაფერს. საინტერესოა თქვენთან როგორ მოხდა თავიდან ბოლომდე რომ მოვყვეთ და ჩვენს მაყურებელსაც, ასე ვთქვათ, გავხადოთ ამ ყველაფრის ნაწილი და
ცოტა შიდა სამზარეულოსაც თუ გამოვიტანდით ისეც რომელიც არ გვინახავს ძალიან კარგი იქნება. სამზარეულოს უფრო ამ რეკლამის ჭრილში, მაგრამ შიდა რაღაც ოთახს რომელიც რაღაცების გაჟღერება. კი ბატონო, პირველ რიგში იქიდან უნდა დავიწყო, რომ Selfie ბაზარზე არის როგორც Challenger-ი კომპანია, Challenger-ი ბრენდი, რომელსაც უწევს იყოს კონკურენტი ძალიან ძლიერი ორი მოთამაშის. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს უპირატესობა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მეტი თავისუფლება გვაქვს, მეტად შეგვიძლია მოქნილები ვიყოთ და მეტად ადამიანურ ენაზე ვესაუბროთ ჩვენს აბონენტებს და მომხმარებლებს, ვიდრე ჩვენ კონკურენტებს, იმიტომ რომ იმათ ცოტა უფრო მკაცრი ტონი უჭირავ თავისი ადგილიდან გამომდინარე. რაც შეეხება ჩვენ საკომუნიკაციო სტრატეგიას, ვართ ჩვენ ანუ გვინდა რა პოზიციონირდებით ისე როგორც Human the Real კომპანია, რომელიც ელაპარაკება თავის აბონენტს ძალიან ადამიანური ენით, რომელსაც ესმის რა უნდა მის მომხმარებელს და ამაზე მორგებულად უკვე სთავაზობს სხვადასხვა პროდუქტს. რაც შეეხება briefs, როდესაც ულიმიტო პროდუქტები შევქმენით, მივხვდით, რომ ხელში გვეჭირა რაღაც ძალიან კარგი პროდუქტი, რომელიც კონკურენტო იყო ბაზარზე, რომელსაც არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდა, არც სიჩქარის, არც მეგაბაიტის, არც დროის. და ზუსტად ეს იყო ისეთი რაღაცა, რაც თავისუფლებას აძლევდა ჩვენს აბონენტებს. არ გვინდოდა ეს რაღაცა მკაცრი ბიზნეს ტონით გადმოგვეცა, რომ ლიმიტო ინტერნეტი, რაღაცა კონკრეტული ფასი 30 დღე თუ 7 დღე თუ რამდენიც არის, გვინდოდა მაქსიმალურად მოგვერგო ადამიანის საჭიროებაზე და მაქსიმალურად მარტივი ტონით აგვენახებინა, რაში გამოადგება, როგორ გამოიყენებს, ანუ რატომ არის ეს პაკეტი კარგი. briefში ხო აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ბიზნესის მოთხოვნა რა არის, ანუ აქტივაციები და აქედან გამომდინარე უნდა იყოს კონკრეტული რაღაც მოთხოვნა, უნდა ზუსტად გვესმოდეს ვის ვესაუბრებით და რა ემოციური განაპირები არის პროდუქტის უკან. რაც შეეხება უკვე ამით რომ მივედით ამ ბრიფით ავალასთან, ალბათ თვითონ უფრო დეტალურად იტყვის კრეატიული ნაწილი როგორ მიმდინარეობდა. როგორი ბრიფი მოვიდა სააგენტოსთან და საუცხოო ბრიფი, იმიტომ რომ თითქოს აი რაღაცა ჩვენი თავი შეგვიძლია ვიყოთ ხოლმე ძალიან ისე უბარიეროდ თქვენთან ერთად როცა მუშაობთ ხოლმე, იმიტომ რომ მაგისთან და მის გონთან ყოველთვის რაღაც თვით მოცემულობა არის, რომ მოდი რაღაცა ცოტა მოულოდნელი, ის რაღაცა ის ტერიტორიის ჟანრი, რაც ჩვენ ძალიან გვიხარია, ცოტა ჭკუამხიარული, იმიტომ რომ მგონია, რომ ალბათ ერთი თუ არა, ერთადერთი ბრენდიც არის, ვის თავს მსუბლებას აძლევს, რომ ძალიან დაძაბულ გარემოში რაღაცა ცოტა მსუბუქად უყუროს ხოლმე. და ეს ყველაფერი მართლა გუნდიდან მოდის და იმ მიდგომებიდან, როგორც მათ საქმესთან აქვს და ძალიან საჭირო ემოცია არის და მგონია, რომ ყოველთვის ძალიან დიდი სიამოვნება არის ხოლმე ამ ბრენდზე ფიქრი და ესეც ეს შემთხვევა იყო, რომ მოდი ავიღოთ პროდუქტი, რომელიც თითქოს ძალიან შეუზღუდავი არის და ჩვენც უპასუხოთ რაღაცით, რაც ასეთივე იქნება. ჩვენ რისი ხილვაც გაგვიხარდება სამყაროში, მოდი რაღაც ესეთი რაღაც შევქმნათ ერთად. როგორ ვიფიქრეთ ამ ყველაფერზე? ვიხსენებდი და ალბათ ვისხედით ერთად და ვფიქრობდით, რაღაც ვაზღანდარობდით და მგონია, რომ თვითონ ის ჩანაფიქრი რა ინტერნეტი ყველაზე მეტად სად გთქივა ჩვენ 35 წლის გარშემო არსებულ მამაკაცებს რაღაც მაკედან წამოვიწყეთ, რომ ძალიან ისეთი რაღაც ადამიანური ბუნებრივი წერტილი იმისი, სადაც შეხება გვაქვს პროდუქტთან, მოდი ეგ იყოს ჩვენთვისაც ამოსავალი. და შემოვაშენეთ ეგ იდეა, თითქოს რაღაც გონი უგუღმა დავიწყეთ რა, აი ბოლო ვიცოდით, მაგრამ მერე წინ რა მოხდებოდა, ეგ იქნებოდა საინტერესო ამოსახსნელი, იმიტომ რომ თითქოს რაღაცა საუბარი იყო შიგნით შემოქმედებით გუნდში, დოკარეშკა მე ბიო გიორგი კარანაძე ტასო აი ძირითადი პირთვი ვინც ფიქრობდა ამ ყველაფერზე, უბრალოდ რაღაცა მართლა ერთბაშ დავინთეთ იმითი, რომ აი ტუალეტიდან გამოსულ მამას რო ეგებებიან და ტაშს უკრავენ, რაღაც ქონდა ნანახ შეიძლება რაღაცა ურმოკრულიან, რაღაცა ეგ ჟანრი რა იმისი, რომ აი რამ ხელა ზეიმია, რომ მამა დაგვიბრუნდა რა. რომ დავფიქრდით, რომ აი იქამდე რა ხდება სანამ შედის და რამდენად დიდი კომედიის საბადო არის, რომ აი რაღაცა ამბავი, რომ იქამდე როგორ მივდივართ. იქნებ მანდარი რაღაცა რის სინახვაც გვესიამოვნება და ერთ-ერთი პირველივე ნათელი იდეა იყო და თავიდანვე ძალიან ცხადი ალბათ რა როგორ მუშაობს ეს ხუმრობა, მაგრამ ესაკვირველია ქონდა ალტერნატივები. და
წარმოვიდგინეთ რამდენიმე განსხეულების გზამ ყველაფრის, მაგრამ აი პირველივე წამიდან ცალსახად რაღაც 10 თავით ყველას მოგწონდა ის რაღაცა, რაც ბოლოს იხილეთ. ხო, ნუ აი მაგაზე მინდოდა სხვადასხვა მეკითხა რომ არის ხოლმე რომ რამოდენიმე იდეით მოდის სააგენტო და ნუ ცხადია იქ არის რომელიღაცა ფავორიტი რომელიც უნდა სააგენტოს რო გააკეთოს და აღარ მახსოვს რომელიღაც პოდკასტში იყო საუბარი რომ რაღაც თითქოს რომელიღაც ადგილზე აყენებენ არ ვიცი მეორე პირველი თუ მეორე რომელიც უფრო მოგეჩვენოს რაღაცა უკეთესად თუ აი რამე ეგეთი ხრიკი არსებობს მართლა რომ სააგენტოში რომ აი თვალისწინებთ საუკეთესო იდეის გაყიდვის რაღაცა ტექნიკურ მე მგონია საერთოდ მესამე იყო და ხო მეცგონია რომ ცალკმათ რომ აი რა ვიცი თუ დაგაინტერესებთ ამ დროს მულტფილმებში რო არის ხო იცი თვალებიდან რომ დიდი გულები გამოგდის და დეგამბავი დაგვემართა ამ მიმართულებაზე და ამ კონცეფციაზე რის მერეც ძალიან სასაცილო არის მოგვეწია დასაწყობება ერთი 8 თვით ამ იდეის მაგრამ ვიყიდეთ ეს კონცეფცია ვთქვით რომ ამას ადრე თუ გვიან ჩვენ აუცილებლად მაინც გავაკეთებ და ზუსტად ცოტა ხნის წინ მოვიდათ რომ ფრთები შეგვესხა იდეისთვის ანუ კი დავინახეთ რომ რაღაც ფანტასტიკური ნამუშევარი გამოვიდა. შემოდეთ თაროზე და მე განახორციელეთ თუ უკვე პროდუქტი ჩავანაცვლეთ. თავიდან გვინდოდა ეს პროდუქტი, მაგრამ შუაგზაში რაღაცა სხვა პროდუქტზე გადავერთეთ და ის გამოუშვით ჯერ ბაზარზე და ნუ ეს დავასაწყობეთ, რადგან ვიცოდით რომ ამისი დროს მოვიდოდა. და მართლა ეგეთი რაღაც იყო რომ ხო ალბათ ვინც აკეთებს კომპრეტაციას თვითონ წვეს ხოლმე ნუმერაციას კომფორტული როგორ არის როგორ მოყვეს და მგონია აი მართლა ეგეთი რაღაც იყო რომ აი ეს იდეა ჩვენ ძალიან გვეცინება მაგრამ რავი რაღაც ეგრე დაიწყე შეიძლება მაგრამ მგონია რომ მე დავფიქსდი ჩვენს რა დაგვჭირ ის გაკეთება გვინდოდა და თუნდაც ის 8 თვე იყო რომ ეხა არის ეგ რაღაცა რომ თაროდან ჩამოვყოთ იმიტომ რომ მომხდარა ხოლმე და თითქოს აი დასაწყობების მერე ბევრი იდეა კარგი იდეა გვინახავს ამ გზაზე წასული და უკან დაბრუნებული ძალიან ცოტა მაგრამ მგონია რომ ძალიან ადამიანური ბუნებრივი ჩანაფიქრი იყო რამაც აცოცხლა ალბათ ეს ყველაფერი ამდენი ხნის მანძილზე და მე რეალობად გადააქცია რა ყველას გვეცინება ისევ დღესაც რომ უყვები მოყოლითად სასაცილო არის გერმანიაში ტიტრების გარეშეც რო აჩვენეთ იქაც გაეცინათ ანუ ძალიან იდეალური ხო იმიტომ რომ ემოციაზეა წყობილი ყველა ხდება რაზე ალაპარაკი და ნუ ადამიანი თუ ხარ მოკლედ ამას გაიგებ ყოველგვარი სიტყვების გარეშეც უმერებმა შეიძლება ვერ გაიგო მაშინ არ იყო რა ტუალეტები არ იყო ან ტელეფონები მე მინდოდა მეკითხა ზოგადად ბრენდის გამბედაობაზე მაგ ნაწილში რა იმიტომ რომ არ ვართ მიჩვეული ბრენდების მხრიდან ესეთ რაღაცა თამამ ნაბიჯებს ხოლმე და აი რა ხდება თქვენს შიგნით როცა ესეთი ცოტა თამამი იდეა მოდის რა საფეხურებს გადის როგორ არჩევა შეიძლება მისცეთ სხვა კომპანიებს რომელსაც რაღაც იდეები შეიძლება ვერ გაქონდეთ რაღაცა მიზეზების გამო აუცილებლად მნიშვნელოვანია პოზიცია ბრენდის ბაზარზე რა არის. როდესაც ხარ ჩელენჯერი, რა თქმა უნდა მეტის უფლება გაქვს, აქედან გამომდინარე უფრო out of box ფიქრობ და ფიქრობ რომ მაინც რაღაც დონეზე აუცილებელია როგორ მიაწვდი ზემდგომ ინსტანციებს, რომელმაც საბოლოო დასტური უნდა თქვას ესეთი მიმართულების გაშვებას. აუცილებელია როგორ გაფიჩავ, აუცილებელია როგორ დაანახებ, იმიტომ რომ ხა ჩვენ ვინც ამ სფეროში ვართ, შეიძლება აი ერთ წამში ესე მივხვდეთ, რაზე არის საუბარი, მაგრამ შენ ისე უნდა დაანახო თუნდაც გენერალურ დირექტორს ეს იდეა და ისე უნდა წარუდგინო, რომ არანაირი საფრთხე არ დაინახოს ამის გაშვებაში და პირიქით რაღაცა ნდობა გამოგიცხადოს და შეძლო, რომ სისრულეში მიიყვანო. ამიტომ ფიქრობ, როგორ წარადგენ და როგორ დაანახებ რეალურ მესიჯს, მაგაზე არის ძალიან ბევრი დამოკიდებული. ბრძოლა აუცილებლად. ანუ რაც არ უნდა ჩვენ საკომუნიკაციო სტრატეგიაში გვედოს ხო, რომ აი თავისუფალი ვარ, ანდერდოგი ვარ, ის ვარ, ესოთ, მაინც საჭირო არის დამარწმუნებელი მოკლედ შეხვედრები, რომ ეს იდეა ბოლოში გავიდეს. კი ბატონო. და შიგნით ალბათ გაცილებით უფრო ისეთი რაღაც არის ხოლმე, რა ეხლა ჩვენც ერთი 6 ჯერ დავუპიჭეთ ეს იდეა, მე მგონი სხვადასხვა შემადგენლობით თქონთან, მაგრამ ვიცი რომ თქვენ გაცილებით ბევრჯერ გაიარეთ ეს პროცესი და გაცილებით დიდი წილი არის, ლომის წილი ალბათ ამ ყველაფერში, შიდა გუნდზე და შიდა საუბარზე და ერთმანეთის
გააზრებინებაზე რომ რაღაც არისაც მართლა გვჭირდება, ბრენდს ჭირდება. კი, უნდა დაგვერწმუნებინა აუცილებლად რომ ბალანსის დაცვა შევძლებდით, არ გადავიდოდით რაღაც უარყოფით მხარეში, ხო? უარყოფით მხარეში, კი ბატონო და რომ ეს იუმორი, რაც სუბუქად ჩადებულია, ნამდვილად კარგად იქნებოდა აღქმული და რაღაც თრეშად არ მოგვიბრუნდებოდა, ასე ვთქვათ. ამიტომ ჩვენ როდესაც გვჯეროდა, მოკლედ შევძელით, რომ დამეჯერებინა, მოკლედ ჩვენი ინსტანცია. კი, გააჩნია მოკლედ როგორ მიაწოდებ ბიზნეს თვითონ ამ მესიჯს და როგორ დაანახებ, რომ ნამდვილად წარმატებული იქნება და ის ოქროს შუალედი იქნება დაცული, რომელიც რაღაც ცოტა თრეშისგან არ გადაგიყვანს. მე მაინტერესებს ეხა ვიდეოს რო უყურებ, ძალიან ბევრი დეტალი არის, ხო, რაღაცა ბევრი ნიუანსია და ალბათ საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც შეიძლება დამწყები მარკეტერია, ეხლა აინტერესებს ეს ინდუსტრია, იმიტომ რომ ერთია რომ რაღაცა იდეა ჩაიფიქრეთ, რაღაც წარმოიდგინეთ და მეორე არის ის, რასაც საბოლოო სახით ვხედავთ, ხო, იქ უმნიშვნელო შეიძლება ვერც შეამჩნიო ისეთი წვრილმანი დეტალია, რომელზეც შემოქმედებით გუნდს აქვს ნაფიქრი, რომელიც საერთო ჯამში რაღაცა სურათს ქმნის. აი, როგორ იგეგმება და ანუ საბოლოო პროდუქტამდე როგორ მიდის, აი მათთვისაც რო ავხსნათ, ვისთვისაც შეიძლება ჯერ კიდევ ახალია ეს ყველაფერი, აი რა პროცესებში, აი მე თავარი იდეა ყალიბდება ჯერ, მე მიდიხართ რაღაცა წვრილმანებზე თუ თავიდანვე ხდება ამ ყველაფრის ჩაფიქრება და მანამდე იყო დაპლანოლიო როგორც არის ნათქვამი, ეგრე გაქვთ ხოლმე გაწერილი. აი ძალიან კაი გზა გამოიარა ამ შემთხვევაში ამ ამბავმაც, იმიტომ რომ თითქოს თავიდანვე შევჯერდით დიდ იდეაზე, რაც ხდება ვიცით, გვეცინება ყველას რომ ბოლოს სამი სხვადასხვა დროის მონაკვეთს ვაჩვენებდა შესაბამის ზრდას, თმისა და წვერის მთავარი გმირის, მაგრამ თითქოს დანარჩენი რაღაც იყო, რამაც თანდათან შეისხა ხორცი და ვსინჯეთ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ძალიან დაგვეხმარა რომ Holy Motor ფილმსთან ერთად ჩვენს მეგობრებთან პიტასთან ერთად პიტას თაოსნობით აღვასრულეთ ეს ყველაფერი და ძალიან მუბარიეროთ მუშაობთ ხოლმე დოკარიშკა იყო ჩვენი რეჟისორი, ერთ-ერთი იდეის ავტორიც და მგონია რომ მას კარგად ესმოდა თავიდანვე პირველი დღიდანვე რა არის აქ სასაცილო, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. მაგრამ ძალიან გაგვიმართლა რომ აი ყველა დეპარტამენტი, ლოკაციაც, ოპერატორი ბიბა, რაღაცა აი ყველა თითქოს გვინდა რომ ეს ხუმრობა რაც შეიძლება სასაცილო რო გამოვიდეს, მე ამით უკან წამოვედით რომ სად შეიძლება კიდევ მოუმატოთ იუმორს, იმიტომ რომ თავდაპირველ სცენარში voice-over-ი არ ქონდა. და მივხვდით რომ არც ბოლობა იქ გადაღებისას ორჭოფობთ, ისაც ჭირდება, ამას იქნება უბრალოდ რაღაც დრამატული მიტყვებით, მაგრამ მე მივხვდით რომ აი გმირი ემშვიდობება რაღაცას ერთ მეგობარს იყო სხვა რაღაც არის. თავიდან ძაღლის სცენით არ ვიწყებდით თქვათ რა, თვითონ ვიზუალურად იგივე ელემენტები ქონდა, მაგრამ ჯერ იწყებოდა ცოლით მე მგონი, მაგრამ მე მივხვდით რომ ძაღლი დაწყება უფრო საყვარელია, უფრო მოლოდნელია, საყვარელია ძაღლის დანახვა. თუ გულქო არ ხარ, უფრო მეტად გიგესია. სამწამს არ გადაახვევ. და რაღაც ეგეთ ცვლილებები იყო, რაც მე მგონი საბოლოო სცენარმა შეიძინა, შემდეგ ლოკაციის მიხედვით მივხვდით, რომ რაღაცა ერთი ამოსუნ თქვით შეგვიძლია რომ ჩამოუვაროს ოჯახის წევრებს. ძალიან აი ბაბურო ეგეთი ბაბუ არის აი დიდი მადლობა და მედლები ძალიან გაიტაჭი იყო მართალია. ვარდისფერი медаლი არის მე მგონი ეგ ელემენტი, რაც შეიძლება რომ დაფიქრება დღირდა. და აი მართლა კასტინგმა ძალიან აიდეალური ხალხი არის და მთავარი გმირიც მართლა ეგეთი კაცი არის და მაგაზეც რამდენიმე პრეტენდენტი ვინც ყავდა, აქაც აი ერთხმად მე მგონი გუნდთან ერთად ავარჩიეთ რომ ის არის ვინც ანუ სელფის გამოხატავს, ხო რა, აი რაღაც თითქოს ძალიან კარაქივით მსუბუქად წავიდა დანარჩენი პროცესი, იმიტომ რომ ერთ გუნდად გრძნობდით თავს და ხო აი რა უფრო სასაცილო იქნება ეგ იყო იმპერატივი. იმიტომ რომ მე აი ცოლთან დამშვიდობებაზეც იქნებ ყულული მოიჭრას და რაღაცაში ჩადოს. მაგრამ ცოლთან დამშვიდობებაზე აუცილებლად დავამატებ, ეს ცოტა დამალული ამბავი გამოვიდა. რეალურად რა ხდება, ხო? დედას ეხუტება, ეკონება და გულში იკრავს და ცოლს რა ხარზე და აბა კარგად იყავი, რაც ან ბევრი ის კომენტარი მოყარა მაგ თემას, რაც რეალურად ხდება კონტროვერსიული. ასევე ხა ესე არ დავასახელებ, მაგრამ როგორც როცა შეხედათ საპირფარეშოში ფარდის ფერსაც გადაავლეთ თვალი და ნუ არის ესეთი ნიუანსები მოკლედ დაჭერილი. კი, რომელიც ხო ჩავდეთ და ჩვენ თვითონ ძალიან
ხალისობთ ამის ყურებით. ხო, ეგ არის ალბათ ჩვენს ინდუსტრიაში ყველაზე ისეთი რითაც სიამოვნებას იღებენ ადამიანები განსაკუთრებით რომ ხო, რომ აი ეგეთი უშო დეტალები შეიძლება ბევრისთვის შეუმჩნეველი რჩება ხოლმე, ვინც ესე რაღაცა ძალიან დეტალურად არ უყურებს, მაგრამ სინამდვილეში იქ არის ბევრად მეტი იუმორი ჩადებული ხოლმე, რომელიც რაღაც სამჯერადად ხჭირო ნახავ, მე კიდე უფრო სასიამოვნო აი ბაბუს მედალი რა იყო, ვარდისფერი მედლები კიდია, ეგ ნიშნავს, რომ ჩვენი უხუცესი აბონენტი არის რა და აი რაღაცნაირად ისეთი საყვარლები იყვნენ ყველა მთელი კასტი, რომ აი მართლა აღფრთოვანებული ვიყავი, დაწყებული აი ბაბუდან ჩემი არ ვიცი, უსაყვარლესი პერსონაჟი არის, დამთავრებული თვითონ იმ თავარი გმირით. მაგრამ შეკრო რაღაცებს აი თითქოს შეყოლა იცის tagline-ი მოვიდა მერვე თვის ბოლოს, იმიტომ რომ იქამდე საუბრობდით, მაგრამ აი ეგრო აი როგორ კრავთ ახლა ამ ყველაფერს რა ბოლოს რას ვამახსოვრებთ ხალხს შოთა ჯინჩალაძის დამსახურება ჩვენი მეგობრის სტრატეგიის რომელსაც უბრალოდ ხუმრობით უყვებოდით რომ ის გადაღება გვინდა და ხო მაგრამ save site-ზე გადაგვიყვანა იმიტომ რომ ბევრი რაღაცა შეცვალა კი რო თითქოს ძალიან ადამიანურ ენაზე მოყვარო რა ხდება რა ინტერნეტი როცა ულიმიტო არის და ყველამ უფრო აი თავდაჯერებულად ამ მოვისუნთქეთ ბოლოს და იქ ბოლო არგუმენტიც მე მგონი ეგ იყო რომ შეყოლა იცის არის რაღაცა რაც ამ ყველაფერს აძლევს email ფერს რა ხუმრობა ამ სუბუქებს და არ არის უბრალოდ რაღაცა რაც უბრალოდ ინტერნეტს ყიდის და ეგეც აი პატარ-პატარა რაღაც ნაბიჯები იყო რაც ყველა გუნდის წევრმა დაამატა პატარა ელემენტები ალბათ რამაც საბოლოოდ შეკრა და აი თუნდაც ის რომ აი წვერი იყო და თმა წვერი იყო საკმაოდ ესეთი გადამწყვეტი მომენტი იმიტომ რომ გვინდოდა რომ ძალიან რეალური ყოფილიყო და თავდაპირველი ჩანაფიქრს ეგ იყო მაგრამ პირველი კონსულტაციების მერე აღმოჩნდით რომ რაღაც ერთი თუ ენახევარი დაჭირდებოდა ამ სიგრძის რეალური წვერის დამზადებას და ბრუსლის დიდი მადლობა რომ AI-ის ზებუნებრივი ძალების დახმარებით შექმნა რაღაცა რაც აი ზუსტად ეგ არის რაც გვინდოდა რა რომ აი რაღაცა სისულელეს უყურებთ ხუმრობა არის ეს ყველაფერი აი რაღაც Tom Hanks რო აქტმები გაბურძგნული გასტევაში ეგ გვინდა რომ ბოლოს მივიღოთ და მივიღეთ კიდევაც ეს გადაწყვეტილებას პროდაქშენის ერთ-ერთ ეტაპზე იყო პასუხი იმ შეზღუდვის რომ რავი არ გამოდის რა თმაწვერი და ხო მაგრამ ორ წუთში გადავწყვიტეთ ანუ პრობლემა ხო აი ძალიან პირველი ტესტი ძალიან სწრაფად წავიდა მანდაც ეგ ამბავი რომ არის ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი ჩვენ გარშემო ის იმედიც გვაქვს ხოლმე ყოველთვის და ამ შემთხვევაში ეგ არის რომ აი ყველა გაერთო იმითი რასაც ვქნიდით ერთად და ეთყობა მე მგონი ძალიან ბევრს ეთყობა და პროცესსაც და ყველაფერს. ძალიან ბევრს ნიშნავს გუნდი, ვინ მუშაობს ამ გუნდზე. ხა ჩვენ გათამაშებაზეც თანამშრომლია Holy Motors-თან, მანამდე გვითანამშრომლია აპლიკაციის ფარგლებში და ნუ მოკლედ ხედვა გქონდა ვიცოდით, ანუ რას მივიღებდით, ისიც ვიცოდით, რომ ეს იუმორი დარჩებოდა ხარისხიან იუმორად და არ გათრეშდებოდა და ნუ ამიტომ ერთად შეხმატკბილებულად მოკლედ გამოვაცხოთ ეს პროდუქტი. და ჩვენს მადლობა თქვენ და ყველა გუნდს. პირიქით მადლობა. არა, უკვე გადავეხვიეთ აქამდე. სხვაგან არის მუშაობთ ეს ყველაფერი, არ ვიცი, მართლა მგონია რომ იდეალური ხართ ამისთვის რომ ძალიან სასიამოვნოა რომ ჩვენს პოდკასტში ხშირად არის რაღაცა პოზიტიური ის ჩანს ხოლმე. ბოლოს თვითონ კამპანიის რაღაც მიმდინარეობა რო წარმოვიდგინოთ, საინტერესოა მისი შედეგები, ანუ როგორ უყურებთ ამ შედეგებს რა, ნუ ახსენე მიზნობრიობა ბრიფიდან გამომდინარე, რა გამოხმაურება აქ დღეს რამდენად ეგეც საინტერესოა, უკვე გაშვებულ კამპანიაზე თქვენი ფიდბექები რა არის? ანუ კამპანიას რა მიზანი აქვს ხო? პირველ რიგში ეს ბიზნესის მხარეს უნდა აქტივაციები და აკმაყოფილოს ის რაც кейში არის გათვლილი, ციფრული იქნება ეს თუ ფიზიკური არხები და რაც გადასარევად წავიდა მინდა ვთქვა, უნდა ბრენდის ნობადობაზე ნახო, ანუ დაამახსოვრდათ თუ არა და ანუ აღიქვეს თუ არა რაზე იყო ლაპარაკი და ამაშიც ფანტასტიკურად გვაქვს საქმე და მესამე ვზომავთ ხოლმე ტომის ნაწილს რა, რამდენად ტომზე იმოქმედა, რამდენად brand awareness-ზე იმოქმედა, რომელიც ცოტა მოგვიანებით კვლევებში გამოჩნდება, რომელსაც უატარებთ პერმანენტულად, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი აჟიოტაჟი და გამოხმაურება მოყვა ნამდვილად, ესე იგი, ყველა მიზანს შევასრულეთ კი არა გადავაჭარბეთ ხო? კი, და რაც მე რო აკვირდები ხოლმე, აი ესეთი ტიპის კამპანიები არის ყველაზე მეტად დამახსოვრებადი და წლები რო საყვარელი ვიდეო ხდება ხოლმე რა, თუ რამე სარეკლამო რგოლს ვიხსენებთ, ყოველთვის ყველას რაღაცა ეგ პოზიტიური ის დაყვება ხოლმე და დარწმუნებული რომ ამასაც ეგ ნაწილი ექნება.
ხო, კიდე იცი რა გავითვალისწინეთ, რომ ამინ იყოს. ხო, ანუ კიდე ის თემაც გავითვალისწინეთ, რომ ტელეკომის ბაზარი ძალიან იცვლება. ადრე თუ იყო, რომ კომუნიკაცია კომფორტი იყო, ეხლა ცოტა პირველადი საჭიროებაა და ამაზე სუის მახსენდება. მასლოუს იერარქიაში ქვემოთ რომ მიხატულია, იცი, Wi-Fi დაახლოებით ეგ თემაა, ხო და იქიდან გამომდინარე, რომ ინდუსტრიაში data consumption-ი ძალიან გაზრდილი არის, იქიდან გამომდინარე, რომ ესე იგი აბონენტს ჭირდება self care-ის აპლიკაციები, ისე რომ თვითონ მართოს, სწრაფად მართოს და არ დაჭირდეს ზედმეტი კომუნიკაცია და ასევე ღირებულებების თანხვედრა უნდა ხდებოდეს. აი ნუ ეს მიმართულებას, ჩვენი ეს კრეატიული მიმართულებას და ეს რეკლამა ზუსტად გამოეხმაურა და ადამიანურ დიალოგში შევედით და ზუსტად დავანახეთ, რაში ჭირდებათ როგორ და არანაირი შეზღუდვა რო არ არის, სრულიად თავისუფლები რო არიან დროში და არანაირ ლიმიტზე რო არ უწევთ ფიქრი. რამაც ძალიან კარგად ითამაშა. კი ბატონო. ხიარული არის ეს ყველაფერი, რაც მგონია რომ ხიარულების ტირაჟირება არის რეკლამის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ალბათ, იმიტომ რომ ყველაფერს რაც უყურებთ ხოლმე ყოველთვის ცოტა უფრო ამ თითქოს აი გასაქცევი მინდა იყოს, რასაც გადავიღებთ, რომ ცოტა ხანი დაგავიწყდეს ის თავის ტკივილები და ცხოვრებაში გაქვს და ის რაც 30 წამი ან 55 მაინც ცოტათი სხვაგან აღმოჩნდა, სადაც ყველაფერი სასაცილო არის და მსუბუქია და მგონია რომ ეგ რაღაც ჩემთვის ყოველთვის პირადად ეგ იყო ხოლმე რეკლამა იგძალა რომ რაღაცა ბავკუნძულზე ვარ ქოქოს ჩავა და რომ მაშინაც და ახლაც ძალიან რთული ინფორმაციული ველი არის ყოველთვის რა გარშემო და მგონია რომ ეგ აი როცა შეგვიძლია შევქმნათ რაღაცა რაც ხალხს ცოტა ხანი ამოასუნთქებს ეგეც არის რაღაცა რაც მგონია რომ იმ KPI-ების მეოთხე რაღაცად მივამატებდი, იმიტომ რომ მგონია რომ ჩვენთვის ეგ ძალიან საერთო რაღაც არის, რომ აი ცოტათი გავიცინოთ ხოლმე. საჭიროა ნამდვილად გვჭირდება. კი, აი უფრო ეხა მინდა რაღაც ამ კამპანიიდან ცოტა ზოგად საკითხებზეც გადავერთოთ, სანამ ჰორმუზის სრუტეების გაიხსნება. სანამ მაგ ნაწილზე და ჰორმუზის სრუტეზე გავაგზავნოთ საუბარს, მინდა წარვადგინოთ ჩვენი ახალი პარტნიორი ნამირვა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენ სტუმრებს შევთავაზოთ გაფილტრული წყალი და მადლობა მოკლედ ნამირვას, რომ დაგვიპარტნიორდა. რაც შეეხება უშუალოდ ზოგად საკაცობრიო საკითხებს, რომელიც ჩვენს პოდკასტში არაერთხელ გაჟღერდება და გაისმევა ხოლმე, არის ისევ და ისევ ჩვენი ინდუსტრიის გარშემო და რაღაცა ესეთ კითხვას რო გუშველება რამეს მსგავს კითხვას ხოლმე, როგორ ფიქრობთ ჩვენი ინდუსტრიის მიმართულებით, ალბათ ნუ სააგენტოს მხარე ცალკე განავითარებს ამ მიმართულებას და ბრენდის მხარე თვითონ უშუალოდ თქვენ ინდუსტრიაში რა ხდება, რამდენად ვითარდება, რამდენად წინ მიდის, უკან მიდის, რყევები გვაქვს, გვტკივა რამე, ვიტიროთ, ვიცინოთ, რა ხდება, საინტერესო არის. არ ვიცი, ალბათ შენგან დავიწყოთ. ვიცინოთ, კი ბატონო შეიძლება. მგონია რომ ძალიან სერიოზულად არ უნდა გვქოთ ხოლმე ალბათ საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოებისადმი და შეიძლება რომ ცოტა მე ჯერ მიცეთ ხოლმე თავისუფლება რომ გავიცინოთ ხოლმე და ალბათ ბიჭსეც რაღაც ეგეთი რაღაცები ვიტანოთ, გავუზიაროთ ეგ რაღაც, იმიტომ რომ მგონია რომ ეგ მართლა რაც უფრო აი რეკლამას ალბათ ეგ ძალა აქვს რომ ცოტა ხანი გასაქცევიც იყოს იმ რეალობიდან, რაშიც ცხოვრობ და პირიქით ბიძგი მოგცეს რომ ცოტა ხანი რაღაცეები ჩვენს გადავიაზროთ რა, რომ ეგეთი სერიოზული არის ვალია რომ ეგრე გააკეთოს თუ ბრენდებისგან უნდა მოდიოს ეგ ინიციატივა, იმიტომ რომ ხშირად როცა სარეკლამო ინდუსტრიაში არსებულ რაღაცა პრობლემებზე ყოფილა ხოლმე საუბარი, იქ გაჟღერებულა იცი არის, აი ბრენდები აღარ აქტიურობენ და მაგიტომაც აგენტოები რაღაც თითქოს აღარ ჩანან იმდენად ხმაურიანი კამპანიები და ასე შემდეგ. თუ პირიქით სააგენტოებს რაღაც არ ვიცი დაღვინდა ეს ხალხი, ვინც რაღაცაებას ქმნიდა და რაღაც კომფორტი ზონაში შევიდნენ და რაღაცა ნაკლებად ხდება, ანუ ბრენდებისკენ არის პრობლემა და ხელი მათკენ შეიძლება გავიშვიროთ, თუ სააგენტოები აღარ სთავაზობენ ისეთ ხმამაღალ გადაჭრებს, რომელიც მართლა შეიძლება იყოს ისეთი რა. ნუ ეხლანდელ კამპანიას არ ჩავთვლი ჩიტების ნაწილს, რომელიც ყველა ფესტივალს იგებს, ხო, ანუ აი რა ხდება მაგ მიმართულებით ვინ უნდა მოძლიერდეს რა არ ვიცი მე სულ აჩელენჯებ ხოლმე მაგ ნაწილს რომ სააგენტოებში არის კომფორტის ზონები რომ
დამავალის გავაკეთე შევასრულე კამპანია ხო რაღაცა კომფორტი ზონა რომ იქით აგერი ნოისი და კარგად ზანდებოდე მაგრამ მეორე ნაწილი არის წინა პოდკასტშიც იყო ამაზე საუბარი რომ თითქოს რაღაცა ჩვენ არ ვიტკიებთ აუტკივარ თავს სააგენტოები და რაღაცა არ ვქმნით რაღაც out of box იდეებს და კამპანიებს და ასე შემდეგ ალბათ ყველაფერი ერთად იქნებოდა სწორი პასუხი იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც მეც გონია რომ ჩვენს გონია ეგეთი პერიოდები ალბათ როცა თითქოს გვავიწყდება ვინ ვართ და მე ამის ყოველ წამს გახსენება და იმ შენი თავის იმიტომ რომ ალბათ ყველაზე დიდი ამოცანა რაც გვაქვს ჩვენ აქეთ ვარ ეს აგენტოში რომ რაც შეიძლება ვენდოთ ალღოს ვენდოთ ახალგაზრდებს ვენდოთ იმ რაღაცას რაც დროული არის და რაღაცები გავაკეთოთ რაც მართლა ყველაზე მეტად ჩვენი გული ჩავდოთ რაღაცაში რასაც ვქნით და რასაკვირველია მორგებული იყოს ამოცანებს და ეგ არც არის ალბათ ეგ კითხვა რომ რასაკვირველია რომ და ერგებოდეს ძალიან ბრიუს მაგრამ აი მართლა ბოლოს როდის ვიყავით ჩვენი თავები ეგ არის ხოლმე რაღაცა რაც ხანდახან ჩვენს დავფიქრებულ ვართ მაგრამ ამ ბოლო დროს უფრო და უფრო მეტად გონი ჯერა იქითაც და აქეთაც რომ ხოლმე ესე გამოდის კარგი რაღაცები რა და შეიძლება იყო რაღაც მომენტი როცა დაბნაი რეკლამა რაში ჭირდება საერთოდ საზოგადოებას გვიფიქრია მცირე ხნის წინ და ეხაც გონია რომ ბოლომდე შეიძლება რაღაც აი როგორ იქნება რა სააგენტო ჭირდება რეკლამისთვის თუ უბრალოდ შემოქმედი ადამიანები და კრეატორები და თუნდაც შიგნით in-house გუნდი შეიძლება რაღაც შექმნა მაგრამ ყოველთვის ასე ამონვარი ხოლმე ხალხთან ერთად ფიქრი მუშაობა სხვადასხვა პერსპექტივებიდან შიგნით იქნება თუ გარეთ თუ ბრენდთან ერთად ბრენდის გუნდთან ერთად იმიტომ რომ რაღაცა ეგთან კოლაბორაციული პროცესი არის და ალბათ ამ პროცესში რომ ის რო აი ყველა ჩვენი თავები ვიყოთ იქნება ძალიან კარგი და უფრო ხშირად რო ვიყოთ ალბათ უფრო მეტ მრავალფეროვან კომუნიკაციას ვნახავთ რა იმიტომ რომ აი თითქოს ერთადერთი ჟანრი არ არის ეგ რო ყველანი სულ ვიბრძვით მაგრამ ჩემთვის ესეც ბრძოლის ფორმაა რომ მოდი ახლა შევძლოთ და ხანდახან გავიცინოთ რა იმიტომ რომ ძალიან გჭირდება კულტურასაც ხანდახან ვიმღეროთ ხანდახან სისულელე გავაკეთოთ ფლამინგოები რა შუაში არის ზაფხულში მაგრამ ყველა კამპანიამ ჩაგირგათ ხო დეგენერატორი ფლამინგო ზაფხულში ზამთარში ბოდიში რაღაცები ვქნათ რასაც ისე შენ გარეშე არ მოხდებოდა გარემო ზოგადად ძალიან დიდ გავლენას ახდენს, ხო? აი, როდესაც ესე არასტაბილურ გარემოში ვარ, როდესაც არ იცი ხვალ რა იქნება და როდესაც გარეთ ის ამბები ხდება, რაც ყველამ ვიცით, ხო? კამპანიის გასაშვები პერიოდი რო არასდროს არ არის. ხო, ანუ ბრენდს იცი რაღაც გეუხერხულება რა, რომ რა დროს ახლა იუმორით გაჯერებული რაღაცნაირი out of box გოლი. აი, ძალიან მარტივი მაგალითი, ხო, ახლა ზამთარში რაც გავუშვით საახალწლო რგოლი, წინა ზამთარს გადაღებული იყო, მაგრამ არსებული სიტუაციებიდან გამომდინარე, ჩვენ ვთქვით, რომ ჯობია რომ საერთოდ არაფერი არ გავუშვათ, იმიტომ რომ ამით რაღაც გამოვა, რომ ბრენდს არ აინტერესებს რა ხდება, თავისას გაყვება და ჩავთვალეთ რომ ეს სწორი არ იყო. ამიტომ ერთი წლით გავყინეთ კამპანია და ნუ გარემო არის ისეთი რა რომ ვერც ბრენდი ვერ აკეთებს დაკვეთას აგენტოსთან ისე რომ თუ დრო რაღაცა აი ხა როგორც იყო ოდნავს იმშვიდე და ჩქარა გავაკეთოთ რაღაცა, მაგრამ ეს გახსნილად ვერ ხარ რომ სულ რაღაცა საინტერესო და მნიშვნელოვანი კამპანიები აკეთო, რომელიც არ ჯდება რაღაც სტანდარტულ ფორმატში. იმიტომ რომ ამის დრო უბრალოდ არ არის ხოლმე. ხო, მესმის. და თვითონ აი კონკურენცია მინდა ვახსენო ყველა კომპანიას, რომელიც ჩვენთან სტუმრად მოდის, ვცდილობ ვკითხო ხოლმე ეს ნაწილი. რა ხდება აი კონკურენტს მარკეტინგულ ჭრილში რა, რამდენად აქტიურია ეს თქვენი ინდუსტრია, ასე რომ ვთქვათ და ერთი რო სელფი აქტიურია თავის კომუნიკაციით, მაგრამ აი ხშირად არის ხოლმე რომ რაღაც სხვადასხვა ინდუსტრიაში არსებობს ეს რაღაცა ბრენდების ბრძოლები, მარკეტინგული კომუნიკაციები და ასე შემდეგ რა. თქვენს ინდუსტრიაში რამდენად არის ეგ გადამწყვეტი ან აი საინტერესოა თქვენი შეფასება. ერთი 10 წლის წინ გამოვიარეთ ჩვენ ეგ ამბავი და ეხლა რაღაც არ ყვებიან და გულიც მწყდება. ხო, იმდენად არ არის არც ერთი ჩვენი კონკურენტი ბრენდი აქტიურად ჩართული ამ სარეკლამო კამპანიებში, პროდუქტის კამპანიებში, თუნდაც რაღაცა ისეთ გოლებში, რომ თავისთვის ყნარად, თავის სათქმელს ამბობენ, რა თქმა უნდა, თუმცა დიდი აქტიური ფაზები არ აქვს. მაგრამ ალბათ ეგ არის მთავარი პრობლემა რა, ანუ მეტი ფული რო იხარჯებოდეს ამ ყველა მეტი სეილი არავის აწყენს, არც იმ დომინანტ ბრენდებს, არც აგენტოებს, არც
დამკვეთებს არ მგონია რომ ეგ რაღაც უბრალოდ ამ მეთხმაურზე დგას ეს ყველაფერი ის კი არა რომ უბრალოდ აი რაღაც უფრო დიდი ბიუჯეტები იყოს რეკლამაში ოკეი მაგრამ ხშირად იყოს რა ჯობია და ბევრ ადამიანს მივცეთ საფიქრალი იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან მზარდი ბაზარი არის და ვინც ყველაზე მეტ იხმაურებს ვინც ყველაზე მეტ საქმეს გააკეთებს ყველაზე მეტ ნიჭიერ ადამიანს შემოიკრებს გარშემო ის გახდება ბაზრის ლიდერი რაღაც ეტაპზე და თავის კატეგორიაში და ალბათ ეგ ხო ნუ კონკურენცია არის რომელიც ყველა სააგენტოს გაუხარდება ხო მაგრამ ცოტა ნაკლებია და ახლა ჩვენი როგორც მარკეტერების მისია არის ვიყოთ ხიდი ბიზნესის მიზნის შესრულებასა და მომხმარებლისთვის იმის მიწოდების რაც მას სჭირდება ხო და ახლა ეს ის კამპანია იყო რომელიც ორივე დავაკმაყოფილეთ ორივე მიზანი შევასრულეთ და ვფიქრობ წარმატებული კამპანიები ზუსტად ესეთია და ჩვენი ჭიაც გავახარეთ ეგ ხო სკოლიაში. კი, მე მაქვს ეგეთი შეკითხვა, ზოგადად ამ ინდუსტრიაში სააგენტოების მხარესაც და ბრენდების მხარესაც ხშირად ისმის ხოლმე წუწუნი ასე ვთქვათ თანამშრომლებზე, ოღონდ თითქოს წუწუნებენ რომ არ არის ბევრი პროფესიონალი, რაღაცა, მაგრამ უამრავი კურსი, უამრავი რაღაც არსებობს, რომელიც მარკეტინგის მიმართულებით აქტიურად ზრდის თაობას. საინტერესო არის თქვენ როგორ უდგებით ახალ სისხლს, როგორ აკყავთ, იმიტომ რომ ჩვენთან სტუმრად ადრე იყო თოდუას კამპანიაზე რომ საუბრობდით ტასო და საუბრობდით მის ასე ვთქვათ იმ ნაპერწკალზე რომელიც მას ჰქონდა და რომ მოვიდა თქვენთან დაიწყო და ეს ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო და ალბათ საინტერესო იქნება იმ ადამიანებისთვის რომლებიც ცდილობენ სააგენტოში მოხვედრას ან ბრენდში მოხვედრას აი თქვენ რას ანიჭებთ ყურადღებას როგორ არჩევთ კადრებს იმიტომ რომ სააგენტოს ნაწილში ცოტა მაინც რაღაცა ბეტინგს გავს რა რომ რაღაც ადამიანზე ბეთავ რომ ეს გაამართლა ეს იქნება ის სადღაც ის ვარსკვლავი რომელიც გაბრწყინდება და საინტერესოა თქვენს ხარეს როგორია და ბრენდის ხარეს როგორია სიტყვაზე ეგ შერჩევის კრიტერიუმები მარკეტინგში ეგ ბუნება გვაქვს ხოლმე ჩვენ რომ ვასწავლით საზღვარ საქმეთა ინსტიტუტში მე და ნიკოლოზ კუმბარიძე ჩვენი გუნდის რამდენიმე წევრია თითქოს აი ძალიან ახლოს უყურებთ ამ შემოქმედების განვითარების გზას დიდი ნაწილი ჩვენთან დასაქმებულების იქიდან მოდის რა დასაქმებული კაი სიტყვა არის ჩვენი მეგობრების ვინც ერთად გვქონით რაღაცებს იმიტომ რომ თითქოს იმ შემოქმედებითი ხმის განვითარებას საკუთარი თავის ძიებას ცოტა ადგილი ჭირდება ხოლმე და რამდენიმე დისციპლინის დამუღამებას ანა მართლა დავინახავთ რომ ოკეი აქ რაღაცა არის მაგრამ ძალიან ალბათ ეს რაღაცას ყურადღებას ვაქცევთ არის ალბათ რამდენად ჟინი აქვს ადამიანს რომ საკუთარი იდეა რაღაც საქმედ გადააქციოს და გარეთ გაუშვას რა ანუ რაღაც აი შენივე თავისთვის გაკეთებული პროექტები არის ხოლმე ჩვენთვის ყოველთვის ეგ ტერიტორია სადაც მაქსიმალურად თავიანთი თავი შეუძლია იყოს ხოლმე ადამიანს და ჩვენს აგენტებსაც რა ჩვენთვისაც აი თუნდაც წინა ამბავი იყო თითქოს რაღაცა რაც ჩვენს გვინდოდა გაგვეშვა სამყაროში ეგეთი აზრი ეგეთი იდეა და ჩვენივე შემოქმედებით პასუხისმგებლობა არ უბრალოდ მაგას არ უღალატ ხოლმე რაღაცა კარგი იდეები საქმეებად გადავაქციოთ და ამას ვეძებთ ხოლმე ალგაზრდებშიც რომ ის არ მოერიდა რომ თავისი დაურაკაი აზრი იქნებოდა ბოლომდე გააკეთა და ერთი მაინც გააკეთა და დადო ინსტაგრამის გვერდზე მაინც მინიმუმ რომ ვიცოდეთ უბრალოდ რომ აი რაღაცა საკუთარ საქმეს ამ საქმეს სერიოზულად უყურებს და არ არის უბრალოდ რაღაცა ჩანაფიქრი ის რომ CV-ში ჩაწეროს რომ სადღაც აქვს ნამუშევარი. ის მე ცალკე პრობლემა არის სააგენტოს რო უჭირს მე შენარჩუნება ადამიანებს. ეგ ცალკე პრობლემა არის. ეგ მარტო სააგენტოს არა, ეგ ზოგადი პრობლემა არის, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდა სისხლი რო ჩქებს ეს საყვარელი ჯენზიკები ხო? იმდენად ეს ქაოსური, აღოდ კარგი გაგებით ქაოსურები არიან და იმდენად რაც ჩვენ გვაკლია რა მილენიალებს აფასებენ თავიანთ ნაშრომს, თავიანთ შრომას და ყველაფერს, რომ ანუ თუ მართლა ის რაღაც ღირებულება არ შესთავაზე, რაც მათ უღირს და რის გამო ჩვენთან ნამშრომლებს არ გაჩერდებიან. ეხლა ჩვენ გვყავს ფანტასტიკური ეს ახალი სისხლის ხალხი, რომლისგანაც ეხლა იმდენ რაღაცას სწავლობ, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცეებში ხა ჩემ თავთან ძალიანდები ხოლმე, რომ არა ეს ესე როგორ თუ რაღაცა, მაგრამ აი ბოლოს ისეთ რაღაცას გამოიყვანენ უმარტივესად და სუბუქად, რომ აი მინდა ხოლმე რომ მართლა ტაში ვუკრა, იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი
თაობა არის წამოსული, ძალიან კარგი ხალხია, ბევრ რამეს ჩვენგანაც სწავლობენ, ჩვენს მათგან სწავლობ და ვფიქრობ, რომ თუ ხელი შევუწყვეთ, არ დავიკარგებით არსად რა, როგორც ეს ინდუსტრია და როგორც ეს მიმართულება. ხო, მე ვცდილობ ხოლმე რომ თუ რაღაცა საშუალება არსებობს, ყოველთვის ჩვენ ადამიანებს რომელიც ეძებენ ახალ შესაძლებლობებს, სულ მივმართო ხოლმე და ბრენდებს, არ ვიცი ხა თქვენ როგორი გაქვთ მიმღებლობა ამ ხალხისადმი, მაგრამ მგონია რომ ისეთი ადამიანი რომელსაც მართლა ისაც აქვს რომ უნდა გულით აუცილებლად მოგაგნებთ მოგწერთ სამოტივაციოს და ეს სააგენტოების ხარჯ და ბრენდის ხარჯსაც ალბათ არასდროს არ რჩება ხოლმე შემუმჩნეველი მართლა ნაპერწკლები თვალებში ყოველთვის შეიძლება იყოს უკავშირი მათგან და იმიტომ რომ იყოფილა ჩვენთან შემთხვევები როცა საუბრობდნენ სააგენტოები ან ბრენდები და მოუწერიათ ხოლმე ჩვენთვის ეტოქზე რომ აი როგორ მოვხდეთ თქვენთან აი მოუყურე ეპიზოდს და ესე მეთქი აი მიმართეთ იმ კონკრეტულ სააგენტოს რომელსაც მოусმინეთ და ბევრი კარგი ახალგაზრდა რომელიც მოკლედ ეზრდება ამ ინდუსტრიას და ჩვენი მოვალეობა თუნდაც პოდკასტის და თუნდაც ამ ინდუსტრიის რომ ესეთ ადამიანებს არ ჩაუკლათ ის ნაპერწკალი რომელიც ღვივის ხო მიუხედავად იმისა რომ შეიძლება რაღაც ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე და ბევრი რაღაც იმის გამო აი არ გეცალოს ეგეთი რაღაცისთვის აი მოიცა ხა თუ ჩემი ძმა ხარ ხა მე ზარდე მე იქ წამოვა რაღაც კომპანია დააოფერებს სააგენტოს ტკივილი რაც არის ხოლმე მე აუცილებლად იქნება ეგ ნუ ეს სულ იყო და სულ იქნება ალბათ ეს არის ჩვენი რეალობა ნამდვილად აუცილებლად მაქსიმალურად რაც თავარია ანუ ჩვენ მილენიალები ხო თავიდან აი როცა ვიწყებდით სამსახურს რომ ჩვენთვის იყო რაღაც სტარტი ჩვენ მილენიალები ამა ქვეყნის ჩვენ ახალგაზრდა ადამიანები როდესაც პირველ სამსახურს ვიწყებდით უფრო რაღაც სტაბილურობა ხელფასი თუ რაღაცა და ეხლა აუცილებლად რომ მოდიან ეს ახალგაზრდები ხო ეხლა ისე ამბობ თითქოს 73 ვარ თუ რაღაც მაგრამ უყურებენ რამდენად ღირებულებებში ემთხვევი როგორც ბრენდი მათ აი აუცილებლად უყურებენ მაგათთვის აღარ არის მარტო ხელფასი პირველ ადგილზე იმიტომ რომ იციან რომ ნახავენ რა სხვა სამსახურსაც უპრობლემოდ იმდენად გახსნილი გონება აქვთ იმდენად საინტერესოები არიან და იმდენად სხვანაირად უყურებენ ბევრ რაღაცას ვიდრე ჩვენ ცოტა უფრო დამძიმებულად ხო რომ მგონია რომ ძალიან დიდი მომავალი აქვთ კი პატარა რჩევები ჭირდებათ აუცილებლად, მაგრამ გაცილებით დიდი ესპარეზი არის ხო დღეს რა, ანუ აი შეგიძლია შემდეგი სამსახურებს ოფლიოს საუკეთესო სააგენტოში გქონდეს რა, თუ აქ რაღაცას ერთს კარგად გააკეთებ ან ორს ან სამს, იმიტომ რომ გლობალურად ეგ დიდი ძიება არის შემდეგი ჭკვიანი ადამიანების და მგონია რომ აი შეიძლება ეგ უფრო დიდი მომძრაობელი ძალა უნდა იყოს. ჩვენ პოდკასტში ყავს პარტნიორი არომაკო, რომელიც პოზიციონირებს როგორც არომა მარკეტინგის სააგენტო და ჩვენთან აქ ესეთი შეკითხვა ჩვენს სტუმრებთან მათთვის და ზოგადად ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა თქვენი მოსაზრება, რას ფიქრობთ, რა როლი აქვს არომატს მარკეტინგში, მესმის რომ შეიძლება რაღაცა ინდუსტრიების მიხედვით განსხვავებული იყოს, მაგრამ საინტერესოა თქვენი დაკვირვება რამდენად გამოგიყენებიათ ან იყენებთ ან აქცევთ ყურადღებას თუნდაც მარკეტინგულ ჭრილში და შემოგიტანიათ ეს არ ვიცი ან სააგენტოს ხარეს ან ბრენდის ხარესაც საინტერესო იქნება თქვენი შეხედულებები. ხო, ну ერთ-ერთი საკომუნიკაციო წერტილია, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა მე ვუყურებ, რომ მაინც სიფრთხილე არის საჭირო. როდესაც რაღაც სურნელზე თანხმდებიან, რა თქმა უნდა, გააჩნია, ეხლა რა ბიზნესია, რა მიმართულება, რაღაც თუ ლაგჟერი არის, იქ რაღაც ხის ტონები უნდა იყოს, თუ მაღაზია არის, რაღაც ფრეშ, ან მაღაზია გააჩნია, მაგას ბევრი არის. ზოგადად მიღებულია, რომ კარგი არის საინტერესოა, თუმცა სიფრთხილეა საჭირო, იმიტომ რომ ასოციაცია რაც დაგრჩება იქ მიღებულ გამოცდილებაზე, ისუნი მე ყოველთვის დაგაბრუნებს. სულ რომ 100 ჯერ მიხვიდე, ყველაფერი კარგად იყოს და ერთხელ რაღაცა ნეგატიური გამოცდილებით წამოხვიდე, აი ჩათვალეთ რომ ტრიგერი გაქვს ჩართული, ისეთი რომ მუდმივად აი მოარყოფითისკენ წავა. თუმცა თუ კარგად გემრიელად არის გაკეთებული, რატო არა? გეთახმები. ძალიან ის არის მეგონი ამ კონკრეტული რეკლამის ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანია რომ არომათერაპია რა არომა მარკეტინგზე საუბრობთ იმიტომ რომ თითქოს რაღაცები აი არ დაგვიბრენდავს სუნი და
მაინტერესებს მეც ძალიან როგორი გამოცდილება არის ეგ რა პროცესი არის, იმიტომ რომ აი sound branding-ი და audio branding-ზე გვიმუშავია ჩვენს მეგობრებთან სტრედიდან და თითქოს აი პროცესი რო რაღაც ხასიათი როგორ შეიძლება აუდიოთი გადმოსცე არის რაღაცა რაზეც გვიმტრევია გონება, მაგრამ აი არომაში როგორ მუშაობს ეგ ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ მგონია დამატებით შეხების წერტილი არის, საფრთხილო არის, მაგრამ თან აი რაღაც ბენზინის და მეტროს სუნი მახსოვს და არის რამე შეიძლება კიდე იყოს ადამიანის გონებაში დარჩენილი ადგილი, რასაც შევავსებ რაღაც გამოცდილებასთან დაკავშირებლად. არ ვიცი, ნახავდი. ხო, სხვადასხვა არის რაღაც საერთაშორისო ბრენდები, რომელიც უფრო მეტად რიტეილის ნაწილში შეიძლება ვთქვათ, რომელსაც აქვს თავის რაღაცა ბრენდ გაიდლაინებში განსაზღვრული კონკრეტული ნოტები და არომატი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს მის ფილიალებში. ხო, ანუ ბრენდ ბუქს მოყვება ეგ ყველაფერი რა და ქართულ რეალობაში ნაკლებად შემოხვედრია მსგავსი ტიპის ბრენდ ბუქი, ესე ვთქვათ, ჩვენს რეალობაში შექმნილი, სადაც ასევე განსაზღვრულია იმ ბრენდის არომატი და რაღაცა როგორი უნდა იყოს მისი სურნელი. იმდენად დიდხნიანი ტესტირება ჭირდება, იმიტომ რომ სივრცე უნდა იყოს იგივენაირი, ტრაფიკი უნდა გააკეთო იგივენაირი, უნდა 1-2 დღე რაღაც ფოკუს ჯგუფები ახლა უხეში ნათქვამია, თუმცა ისე უნდა ტესტო, რომ რაღაც ვიღაცას მოეწონა და გავუშვით ეგრე არა. იმიტომ რომ მე შეიძლება 1 კვირა დაჭირდეს, 2 კვირა დაჭირდეს, ანუ საკმაოდ რთული და ძვირადღირებული პროცესია მარტო არჩევა რა. ეს თან არ უნდა იყოს ალბათ რაღაც დამფუძნებლის საყვარელის სუნი, არ უნდა გახდეს ბრენდის დამფუძნებლის ბიძაშვილი, ანუ რაც იქ ვინც მუშაობს, იმას უნდა კითხო, იქ თავი ხო არ აგატკივა, იქ როგორი გავლენა ქონდა, ანუ ბევრი ნიუანსია რა, საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება, საკმაოდ საინტერესოა. და რა ვიცი, ბევრი ბრენდი იყენებს, ამ გონია კიდე გააგრძელებს გამოყენება. მე მინდა რომ გადავიდე ისეთ საკითხზე, რომელზეც ჩვენ პოდკასტში ხშირად ვეხებით ხოლმე, ჩვენ ძალიან ბევრი სტუდენტი, დამწყები მარკეტერი ან მოყვარული მარკეტერი გვიყურებს ხოლმე და სარგებლობ მომენტით და ამ შესანიშნავ ადამიანებს, რომლებიც ამ პოდკასტში მოდიან ხოლმე, ვთხოვ რაღაცა რჩევას, რომელიც შეიძლება ამ ადამიანებისთვის იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ძალიან ბევრი წლის გამოცდილება ამ ინდუსტრიაში, ბევრი ნანახი, ბევრი ნასწავლი და ასე შემდეგ და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გამოცდილება ის პრაქტიკული რჩევები, რომელიც შეიძლება გამოადგეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუნდაც ამ ინდუსტრიასთან და ასე შემდეგ. რა შეიძლება ურჩიოთ, მოკლედ, ამ ადამიანებს? პირველ რიგში ცოტა არაპოპულარული არის, მაგრამ რასაც ისწავლით თეორიაში შეეცადეთ შემოაბრუნო და პირიქით გააკეთო და გეტყვით რატო. მოკლედ, კაი ისტორიაა რა და უნდა მოვყვე, მე მგონი გადასარევი ადგილია ახლა აქ მოსაყოლად. რამოდენიმე წლის წინ მქონდა პატივი მემუშავა საერთაშორისო პროექტზე პიტერ არნელთან ერთად. ეს ჩვენ სფეროში ვინც არის, იცის რომ ეს არის ბრენდის გურუ. უამრავი ბრენდის და ადამიანის უკან არის ეს დგას ეს ადამიანი, ისეთი პროექტები რაღაც წარმოუდგენელი პროექტები გაუკეთებია და მოკლედ რომ გავიგე რომ მასა უნდა მეთანამშრომლო, წარმოუდგენლად ბედნიერი ვიყავი. ქონდა გადაღებები, მუშაობდით ბრენდინგზე, საერთაშორისო პროდუქტი იქმნებოდა, რის ფარგლებშიც ბრენდინგი უნდა გაკეთებულიყო აქ საქართველოში. მე ვიყავი ჩართული, რომ საქართველოს რაღაც ნიუანსები ყოფილიყო გამოყენებული, რომ ჩვენ ბაზარზე წარმატებულად წასულიყო. პირველად ილანჩებოდა ზუსტად საქართველოში და მერე გადადიოდა იქ იტალია და მოკლედ სხვა ქვეყნებში. და ერთ-ერთი გადაღების მერე ვისხედით, მისი დიზაინერი აიქვე რაღაცებს უკვე აკეთებდა, ესე ეუბნებოდა დაღლილი ძალიან და მეუბნება რომ მე გინდა ძალიან კაი ისტორია მოგიყვეო და რა მინდა რომელია, ოღონდ გამომეცინსლა რაღაც ისტორიები. რა თქმა უნდა მინდა თქო და მოკლედო 2003-4 წელი მითხრა არ მახსოვს არის და მირეკავს M&M-ის CEO. მეუბნება რომ ისეთ დღეში გვაქვს სეილებიო, ისეთ მინუსში ვართო, რომ ანუ რაც დაარსდა კომპანია, იმის მერე ესეთი უკოსლა არ გქონია და გეხვეწები, მოდი რაღაცა გვიშველე, სასწრაფოდ არის რაღაც კამპანია ან რამე გასაკეთებელია. მე კიდე რაღაც 72 საათიანი გაუჩერებელი გადაღების მერე ვიყავი ჩამოფრენილიო, ცალკე ჯეტლეგით სუდათ ვიყავი, მაგრამ იმდენად კარგად თუ არ ამ ადამიანთან უნდა მივსულიყავი ყველა ვარიანტშიო და მეორე დღეს რაღაც დილის 7 საათზე თუ 8 საათზე დანიშნე შეხვედრაო, ეხა ამერიკაში ეგ ძალიან აპრობირებული მეთოდია და მივედით, აი როგორ ვარო, რომ აი
ოღონდ ახლა რამე უთხრა დამიწუნოს და გამომიშვას, მეტი არაფერი არ მინდა რომ გამოვიძინე, იმიტომ რომ ფეხზე ვერ დგავარო და ნუ იქ ვის გაუშვებენ, ვის დახვრიტავენ, ვის გადაასახლებენ დაახლოებით ესეთი ამბავი მიდის, გენერალური დეპიუტიები, ანუ ყველა შეკრებილია, იმიტომ რომ სასწაულ ნიშნულზე არიან ჩამოსულები და უცებ ვამბობო რა, რომ ბავშვს რა უნდა წაართვა, რომ უფრო მეტად მოუნდესო და გაჩერდა ხალხი მიყურებს, რა ბავშვი, რა პიტერ, რაღაც ხო კარგად ხარ, ჩვენ აქ რაზე ვლაპარაკობთ. მოკლედ, რომ რასაც წაართვა, ყველაზე მეტად ის მოუნდება და გავაკეთოთ ეგეთი რაღაცაო. M&M's-ის ბრენდის კოდი რა არის? რომ არისო ფერადიო, ხო? აი ეგ სიფერადე მოკლათო. კიდევ დუმილიო აბსოლუტურათო. და რას გულისხმობო რა CEO ჩამეძიო და სხვას ეგონა რომ ეს გაგიჟდაო რა მიგონა ეხლა მასშტაბით ჯერ ამდენი M&M's-ია გაშვებული ეხლა მისი მოკლედ და გააკეთა ეგეთი პროექტი 2004 წელს M&M's-მა დაანონსა Great Color Quest სადაც გამოუშვა შავთეთრი M&M's-ები თავისი შავთეთრი შეფუთვით სრულიად ამოიღო გაყიდვიდან ფერადები და კვესტში ჩართო ხალხი ისე რომ ვინც იპოვიდა ამერიკის მასშტაბით შეფუთვა სადაც დამატებით ერთი ფერი იყო ჩადებული ის იგებდა $20,000 ვიღაცა იქ სასწაულმას ბილეთებს რაღაც მასში ტურიზმის ამბავში და სულ ამერიკის მასშტაბით იყო 6 პაკეტი 6 სხვადასხვა ფერი ჩადებული ანუ პიტერის პროექტი იყო რიტეილიდან დაწყებული ხა ბრენდინგი და მარკეტინგი ხო თავისთავად ანუ ისეთი ამბავი ატყდაო ისე ჩაერთო ეს ადამიანებიო და იმდენად პოპულარული გახთაო რომ რაღაც სამ თვეში რაღაც 2 წლის გეგმა თუ რაღაც გაყიდვები შეასრულეს რა და რეალურად აზრი რა არის ხო რომ გვეუბნებიან რომ აი ბრენდინგი და ყველგან ბრენდი წინ ხანდახან მართლა უნდა დამალო და საერთოდ გააკრო ისეთი რაღაცა რაც ზუსტად შენია რომ ადამიანს დაანახო მისი მნიშვნელობა დაანახო ღირებულება და რომ აი ვიცი რა ეხა რო არ არის თურმე მართლა როგორი სერიოზული რამე ყოფილა და აი ეს ისე ჩამშე მე ეხა ეს ისტორია არ ვიცოდი რომ მომიყვა და მე რა ვქექე რა თქმა უნდა და ძალიან მომერიდა ამ ხელა ამბის ცოდნე კაცისგან ეგ ამბავი რო არ ვიცოდი, მაგრამ არა უშავს დღემდე რაღაც გაკვეთილა დამრჩა და ამიტომ ყოველთვის ვცდილობ რომ რაც აი კანონიარი თუ ესეა მიღებული რაღაც სხვანაირად შევხედო, out of box დავინახო და რა შეიძლება პირიქით გავაკეთო. და ვფიქრობ აი ეს ხო ახალგაზრდა მარკეტერებს ძალიან გამოადგება. კი, ნამდვილად. ვა, ახლა კაი არის. ხო. კაი. რაღაც დამოფიქრა ცხოვრებაზე და 100% ესა და რა მოვიყოთ. ესეთი ტიპი რო გეუბნება. ისე რაც არაფერი არ გვაქვს, კიდე რა წა. რას გვეტყვი? ხო, ის არის. ალბათ, რა ვიცი, არავის არ მოусმინოთ თქვენი თიცით, ანუ არა მგონია რომ ეგ რაღაც მაგის მიხვედრა რომ აი თითქოს ერთმანეთის გადარწმუნებას არ არა, უბრალოდ დამატებითი აზრის მოსმენას ვითხოვთ ხოლმე ყველასგან და რაღაც ისეთი რისაც ყველაზე მეტად თვითონ სჯერათ რა და აი ამის მოკლება სხვებისთვის არის ყველაზე დიდი დანაშაული ალბათ იმისი რომ მართლა რასაც გრძნობთ, რასაც ფიქრობ, ეგ არ გააჟღერო. და ეგ გენით ხოლმე ხშირად ეგრე შეხედეთ რომ აი რა პირიქით მაგით ხართ ოთახში რომ თქვენი აზრი არის რაღაცა რაც შეიძლება ისეთი იყოს რაც სხვას არ დაებადებოდა. და ცოტა ხშირად გამოიღეთ ხოლმე ხმა. ხო, და ეგ თქვენი აზრი იყოს, რომელიც მე სხვას უბიძგებს, რომ რაღაც იდეა გაუჩნდეს. 100% ხო რა, იმიტომ რომ მართლა არ ვიცით ყველანი ბრმად ვეძებთ ხანდახან რაღაცას, რაც არ ვიცით, აიდან წამოვა და რა ვიცი. გაიქნება თუ ხშირად თქვენგან წამოვა ხოლმე. კი. დაგაწინაყურებთ. ზოგადად მე ერთს დავამატებ, რომ ამ ინდუსტრიაში არ არსებობს ცუდი იდეა და არ არსებობს ხშირად გამიგია ხოლმე განსაკუთრებით დამწყები ადამიანებისგან, ახალგაზრდებისგან, რომ აი იცი რა არ ვამბობ, აი რაღაც სისულელეა და მოდი აზრი არ აქვს, რო თქვა, ანუ არა, სისულელე არაფერი არ არის, პირიქით ის არის სისულელებიდან მოდის ის გენიალური იდეები, რომელიც მე იდეა შეიძლება შესრულებაში გააფუჭო, თორე რაღაცა
ჩანასახში ყველასგან კი, ყველაფრისგან ნამდვილად. შეიძლება და გამოიყვანო. ეგ არის ხოლმე კიდე რაც ვეუბნები ხოლმე რომ აი მოდი გიგრია რომ აი რაღაცა მოვიფიქრე არა მითხარი რომ საუ ყველაზე კარგი იდეა მაგრამ რაც ოდესმე მოგისმენია გიორგი და მე მითხარი ეგ იდეა და იქნებ და იქნება დავიჯერო აი და როგორც მეც ჩვენი მოვიხილო. მაგალითი რა აი ხო, რა. მესამეთ რო გვანახეთ ხო ან ცოტა მორცხვად კი არ მოხიდე მაგრამ ხანდახან ეგ უფრო მშობ საერთოდ ხო. მაგრამ მაგრამ ხო სტრატეგია არის სტრატეგია. სტრატეგია კი აი რაღაცა ეხა არა იდეა მივხვდი ხო რომ აი თურმე როგორ მოაბრუნეს არა ხო ანუ მაგას ორ სერენგი არ ჭირდებოდა თავისით ეგ არის რაც არის დავდაბლობაში იყო გასაგები. ჩვენ კიდევ ერთი პარტნიორის კითხვა მინდა გავაჟღერო. ალმას აქვს ტრადიციულად ჩვენს პოდკასტში შეკითხვა ზოგადად გარე რეკლამასთან დაკავშირებით და რას ფიქრობთ რა როლი აქვს გარე რეკლამას, იმიტომ რომ ხშირად მოგვისმენია შიგნით თუ გარეთ ამ თემაზე საუბარი, რომ იცი რა არის დიჯიტალში მივმართოთ ეს ბიუჯეტი ხო ხტები და რაღაცა გარე რეკლამა განიხილება ხოლმე როგორც კონკურენტად ამ ყველაფრის. ზოგ შემთხვევაში საერთოდ პირიქით ეს ამ ყველაფრის შემადგენელი ნაწილია ხოლმე და ნუ ეს ბილბორდს თუ ავიღებთ არის ერთ-ერთი უძველესი მედიუმი რომელიც რავი პრინტების კუთხით რაღაცა სულ იყო სამაგალითო და საფესტივალო მედიუმი და საინტერესოა თქვენი აზრი როგორ უყურებთ გარე რეკლამის ნაწილში რამდენად ვითარდება ყველანაირ კუთხით შეგვიძლია ვისაუბროთ ამ ნაწილზე და თქვენი აზრი საინტერესოა. ფიქრობ, რომ ცნობადობის ამაღლების ნაწილში, ნუ ერთ-ერთი შეუცვლელია გარე რეკლამა. ეხლა მარტო სტატიკას, რა თქმა უნდა, არ გულისხმობ, ეხლა მონიტორებიც არის, ტრიდეც მიმართულებაც არის. რა ძალიან კარგად მუშაობს დღემდე და ეს ჩვენ მარტო საქართველოზე არ გულისხმობ, ხო, ამერიკაშიც რაღაც მილიარდებიანი ბიზნესი არის, რაღაც 37 მილიარდი შეადგინაო, ანუ ხო, შემოსავალმაო გარე რეკლამიდან. რაც თავარია, გარდა იმისა, რომ ცნობადობის გაზრდაში ძალიან გვეხმარება, ასევე იფსოსის კვლევების მიხედვით არის ის, რომ სანდოობას უსმევს ხალხს. ანუ არ ვიცი რანაირად არის, როგორ არის, მაგრამ ადამიანი როცა აქტიურად და ხშირად ხედავს გარეთ რაღაც ბანერს, იქნება ეს სტატიკა თუ მონიტორი და ხედავს ამ ბანერზე კონკრეტულ ბრენდს, ნდობა ემატება. აქ რამოდენიმე ძალიან ტრიკი ამბავიც არის, რომ მესიჯი ძალიან მკაფიო და მოკლე უნდა იყოს, რომ ბევრი ინფორმაციას ვერ გადაიტანა, ძირითადად ამიტომ უფრო საიმიჯოთაც იყენებენ ან რაღაცა დავანჩვის დროს კამპანიების, მაგრამ ვთვლი, რომ კიდე დიდი ხანი შეუცვლელი იქნება ამ მიმართულებაში. მეორე ნაწილი არის რომ როგორ იყენებ, მე რამდენად სწორად იყენებ, ხო ის ზუსტად მესიჯი და ისინაც ახსენე ზოგჯერ არის რაღაცა გაზეთი და რომ ვერასდროს ვერ წაიკითხა რამოდენიმე წამია. თან ახლა საქართველოს თბილისში განსაკუთრებით ძალიან ტრაფიკი ისეთ ამბავში როა გინდა თუ არად გახარ და უყურებ და ცნობადობისთვის ეგ იდეალურია. ეგრე არის. ჩემი საყვარელი ჟანრი გარე რეკლამის არის ხოლმე ხალხური გარე რეკლამა, აი რაღაც ბურთით გაკრული განცხადებები ხოლმე ან რაღაცა რომელიც აი ადამიანის ხელის კვალიფიკობა რა თითქოს ხელოვნების ნიმუშებიც არის ხოლმე ხანდახან one of a kind არის რომ აი ვიღაცამ სადღაც ოროთახიანი ბინის გაქირავება მოინდომა და სავსე მაგ ტელეფონი ეგეთი რაღაცეებით რაც შეიძლება მართლა ადამიანის რაღაცა ისეთი ხმა არის რა ძალიან პირადი რაღაცა გამოიტანა რეკლამად გადააქცია ეგეც არის რაღაცა რაც ჩემი აი ყველაზე მეტად ამის დანახვა მიხარია დაკვირვება და რაღაცების სწავლა იქიდან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გაკვეთილი არის ხოლმე. თითქოს აი ის გარე რეკლამა რასაც რო საუბრობ და წარმოვიდგენთ, ეგ არის რაღაცა რაც უკვე ძალიან ოფიციალური არის და ისეთი არა და მგონია რომ ძალიან ბევრი კარგი ჩანაფიქრი დევს იმაში, რაც რისგანაც შეიძლება ვისწავლოთ, როცა გარე რეკლამაზე საუბრობთ რა, ის აი ყველაზე ხალხური ფორმა რა არის, იქ რას აქცევს ხალხი ყურადღებას, როგორ წერს, რას წერს და მგონია რომ ეგ არის რაღაცა ისეთი რაღაც რაც ინსპირაცია შეიძლება აიღო. ხო რა დაგაფიქრებს რა იმაზე რომ აი მან ძალიან პირდაპირი ადამიანური არის, უშუალო არის და აი იმ ჩარჩოში რასაკეთებ, რო ყურადღება მიიქცია. თორემ მე ხო დიდ რაღაცას რო დაბეჭდავ, რასაკვირველია რომ ხალხი დაგინახავს და დაგიკითხავს, მაგრამ ხო აი იქ რასაკეთებ, ეგ არის ხოლმე ძალიან საინტერესო ისეთი თან საერთაშორისო ფენომენი რა ჩვენ რაღაც კარგად გამოგვდის მეგონი ქართულში. უნდა ვთქვა ხა ძალიან სასაცილო მე რო უფრო
ბიზნესის მხრიდან ახერს მოგვიტანს თუ რაღაც და შენ უფრო ძალიან შემოქმედებითა და ისე რომ აღწერ ვიღაცამ გადაწყვიტა რომ ეს უნდა ქნას დაჯდა დაწერა გააკრო სად გააკრო იმიტომ რომ ხო ისე დაუმატა აი ის და როგორ ხო ტექნიკები არის ხო მაგის დამატების რა დაუმატა მოკლედ ორივე ვარტყავთ ბეჭედს რო კარგი კი საუკეთესო რაღაც არის იმიტომ რომ უფრო ისეთი არის რა ცოცხალი არის რა კი და კამპანიის საყვარელი ის ფრაზა ხო იცი რაღაც კამპანიის და მე გაშლები რა და გაშლებში ლიდეროს გაშლაჭიროას გაშლები ხო გაშლები არის აუცილებელი და სხვა ავტორია ჩვენ შეხოს კარგი ის იყო მეგონი საფიქრალი რომ აი ჩვენ გარეთ გამოგვაქვს ტუალეტი იმიტომ რომ არის რა ჩვენი რეკლამის თავარი იდეა რა ვიზუალურად მაგრამ არის თუ არა ისეთი რაღაცა რასაც რეკლამის ნახვის გარეშე ეს ხალხი გაიგებს ამას და იგივე აზრს მივიტანთ ამ ხალხამდე რომ ტელეფონს სკროლავს ადამიანი მაგრამ ეგეც სამ ნაწილად გავყავით რა ანუ ციფრულებისთვის არის კი ვიზუალის ტუალეტის მხარე და არაციფრულებისთვის დამატებით ორი კი ვიზუალი გავაკეთეთ ერთი სავარძელზე არის იქაც იგივე ისმის ზუსტად 7 დღე 14 და ბოლოს გავანჯგული და კიდე პირიქით პერსპექტივაც ფანტასტიკური გამოვიდა იმართლა გაი რიჩის ფილმების პერსონაჟები იხურებიან ხო რაღაც სასწაულია მესამე ვიზუალიც რომელიც ყველაზე ისეთია პირიქიდან ახული როგორ ელოდება ანუ გაშლებში შეგხვდება ეს ყველა გაშლებში მაგრამ აუცილებლად შეგხვდებათ გაშლებში დავაკვირდეთ გაშლებს მეგობრებო მე ბოლოს მინდა ესეთი რაღაცა პატარა ბლიც კითხვები მოგცეთ რაც ფიქრობ უბრალოდ საინტერესო და სახალისო შეიძლება იყოს. მე სააგენტოს ხრიდან მაინტერესებს ის წითელი ხაზები, რაც მარკეტერებს აქვთ და რაც ყოველთვის გაღიზიანებთ. რა შეიძლება იყოს? გვაქვს ეგეთი რაღაცები? მე დარწმუნებული ვარ. ალბათ არის. რაღაცები ალბათ არის ხოლმე, მაგრამ ეგრე ძალიან თითქოს აი მოკიბუა, ანუ ის რა პირდაპირ გითხარით რა გჭირთ და რაღაცები ალბათ არ არის იდეალურად და თქვენც იცით და ჩვენც დაგვეხმარეთ რომ ეგ ცოტა გამოვასწოროთ ერთად რა, იმიტომ რომ მგონია რომ ალბათ იდეალური ანუ უპრობლემო ბრენდები არ არსებობს და ამაზე და იმ სიმართლეების გაზიარება რაც შეიძლება კარგი საფუძველი იყოს რაღაც საინტერესო შექმნის ეგ არის ხოლმე ხანდახან რაც გაგვიხარდება უფრო ხშირად ხდებოდეს ისე. წინა პოდკასტში ქუცამ თქვა რომ რანაირად ყველაფერი კარგად რანაირად გაქვთ. ხო, აი რაღაცა ხო გაწუხებს და თქვი რა გაწუხებს რა გადამიშალე გული. 100%-ით კი მართლა ეგრე. მაგრამ ხო ეგრეც არ არის რომ იშვიათად ხდება, ხშირად არის ხოლმე, მაგრამ აი ხანდახან ალბათ ეგ აი ხა თუ მეკითხები ალბათ ექნება და რომ მეტად ღიად საუბრობდეთ ხოლმე რაღაცებზე თუნდაც ეგ რომ აი გაყიდვებში რაღაც პრობლემა არის რომ გითხარით და იქნება მაგას შველით როგორ ხაც არტ ეხავს რა პირიქით რა საინტერესო უფრო საინტერესო არის ხოლმე შეუძლებელი რაღაცების ამოხსნა და მართლა რეალ პრობლემებისთვის რაღაცის მოპიკრება ვიდრე აი რავი რა თან რეკლამის გადაღებას გვინდა რა ხომ რაღაცა გადავიღოთ თუ გავაკეთოთ თუ რაღაც ხო და ხანდახან ყოფილა ეს საუბრების და ალბათ არ ყოფილა ისეთი სასახელო რაღაცები რაც მაგას მოყოლია რა მე ანუ სააგენტოსთან არ ეხავს მაგაზე საუბარი ანუ კაი შეიძლება ეს საზოგადოად არის საუბრო მაგრამ როცა სააგენტოსთან მიდიხარ მინიმუმ ის უნდა თქვა რაც გტკივა ბრენდის მხარეს მექნება ცოტა სხვანაირად ოღონდ სააგენტოს ნაწილში. ხოტბარვაროს მე მინდა რომ რაღაცნაირად ცოტა დავძაბო ხოლმე სიტუაცია, მაგრამ ისეთი სიამტკბილობაა ხოლმე ამ პოდკასტში რომ ნაკლებად გამომდის ხოლმე ეგ და. იცი რა არის მესამე თუ მეოთხე პროექტია და მესამე წელია აქტიურად თანამშრომლობ და თავიდან კი რაღაცა ნიუანსები შეიძლება იყოს, მაგრამ იმდენად ახლა გავუგეთ ერთმანეთს, იმდენად ვიცით რა მოლოდინები უნდა გქონდეს და იმდენად იცის ავალამ რომ რაღაცაზე რაზე შეიძლება რომ ორი კვირა ვალოდინო, მე უცებ რომ გუშინ მინდოდეს და რატო არ იყო გუშინ თუ რაღაცა, მაგას პატიობს ხოლმე შიგადაში. ხო, მაგრამ მაინც უნდა დავსვა ეს კითხვა. რა არის შეიძლება ამ ურთიერთობაში ეს ყველაფერი არ ჩანს, მაგრამ ზოგადად აი ბრენდის მხარეს რა არის ის მტკივნეული წერტილი და ის რაღაცა წითელი ხაზი, რომელიც აი აუთსორსზე მუშაობის ნაწილში დისკომფორტი არის ბრენდისთვის. კი, შემიძლია ზუსტად თქვა ჩვენი მაგალითიდან გამომდინარე, εγώ ნამდვილად გულწრფელად ვამბობ, რომ Holy Motors არ ეხება. გვითანამშრომლია სააგენტოებთან
პირველ ჯერზე მაქსიმუმი ჩაუდიათ, მოუკლავთ თავი და ყველა კმაყოფილი ვიყავით, მაგრამ მეორე, მესამე დავალებებზე უკვე აი ვატყობ, რომ ესე რა ნახევარ გულით რო გიკეთებს, ასე ვთქვა და იმ ხარისს აღარდებენ. როცა გონიათ სააგენტოებს, რომ ძალიან უხეში ნათქვამია რა, მაგრამ უნდა თქვა გაგინაღდეს რაღაცნაირად მე ადუნებენ ყურადღებას, რაც ეგ ძალიან მტკივნეულიც არის, ბევრ რაღაცაში გადაითარგმნება უკმაყოფილება, მე გიწევს ახალი ზებნა და ნუ ეგ არის ძალიან ხშირი ჭიდილი. კი ბატონო, ჩვენიერი ძალიან ლოგიკური წუხილი არის და იმედია რომ სააგენტოები ამას გაითვალისწინებენ. მე მინდა გითხრათ ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო სტუმრობისთვის ამ შესანიშნავი კამპანიის მოტანისთვის ჩვენთან და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვისაც ძალიან საინტერესო იყო ის ინსაიტები და ის დეტალები რაც ამ კამპანიის გარშემო გააზიარეთ. მადლობთ კიდევ ერთხელ და მოწვევისთვის თქვენ. დავემშვიდობები ჩვენს მაყურებელს. გამოიწერეთ ჩვენი არხი მეგობრებო, სადაც შეგხვდებათ იქ არ აქვს მნიშვნელობა და შევხვდებით ტრადიციულად შემდეგ ხუთშაბათს დროებით. ეჯაკ